მდებარეობა, მთებში ომი, ხეობები, გამაგრება მოსახლეობის და დიდი მსხვერპლი გამოდიოდა გერმანიისთვის. ერჩივნა რომ ისე დარჩენილიყო ნეიტრალურ ბუფერად. ამ შემთხვევაში არის საერთოდ ორ დიდ ქვეყნებს შორის და ორ ძალას შორის ზოგიერთჯერ სპეციალურად ტოვებენ შუაში ბუფერს, რომ ერთმანეთთან კონფლიქტი არ ქონდეთ. აი ესეთი მაგალითად ვარიანტი იყო ჩინეთს და საბჭოთა კავშირს შორის მონღოლეთი. ეს საბჭოთა კავშირის იდეებით და იმით შეიქმნა, რომ ეარსება მონღოლეთს, რომ ჩინეთს და საბჭოთა კავშირს არ ქონოდა ერთმანეთთან სადაო საზღვარი. იქ რაღაც ნაწილებზე ქონდა, მაგრამ ძირითადი საზღვარი. იგივე იყო მაგალითად ტაილანდი. ფრანგულ და ბრიტანულ კოლონიებს შორის დარჩენილი ბუფერი. არ ქონოდათ. აი დაახლოებით ესეთი ბუფერის ამბავი თუ გვექნება, რომ შეთანხმდებიან, რომ საქართველოს ტერიტორიას გავანებოთ თავი, იყოს ეს მშვიდობიანად ეს ტერიტორია და ჩვენ გავაგრძელოთ ცხოვრება. აი ამ ბუფერში თუ მოვყევით, აი ეს არის კარგი. როგორ თქვი 90-იან წლებში ჩვენი ხალხი იყო მზად დამოუკიდებლობისთვის 70-იან კო. მე რას გეტყვი ჩემო ძმა, ვიცი, თავისუფლებისთვის არასდროს არ იქნები მზად, თუ ოდესმე არ განთავისუფლდი. 90-იან წლებში, რაც ჩვენ საზოგადოებაში ინტელექტი იყო, რაც ჩვენს საზოგადოებაში აზროვნება იყო, სულისკვეთება იყო და ასე შემდეგ. დღეს იმის 10%-ს ვერ ხედავ მე დღევანდელ საქართველოში. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურად, აღარაფერს ვამბობ ენერგეტიკულად, სხვა მხრივ და სხვა მხრივ. ის რომ არ იყო გამოცდილება დამოუკიდებლად ცხოვრების, ეგ თავისთავად, მაგრამ როგორც პიროვნებამ თუ არ დაიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, მთელი ცხოვრება ოჯახში თუ იქენი, ხო და გარეთ თუ არ გადი და მარტო ცხოვრება არ დაიწყე, არასდროს არ იქნები თავისუფლად. ამიტომ მომწიფებული ჩვენი საზოგადოება მაშინ უფრო იყო, მე თუ მკითხავს, ვინმე თავისუფლებისთვის, ვიდრე დღეს. იმიტომ რომ მაშინ იყო ის საზოგადოებრივი მოძრაობის ის ძალა, რომელიც ძალაც ნამდვილად იყო ბირთვს წარმოადგენდა, რომლისთვისაც სამშობლოს ალოცავი ხატი იყო და ტრამპი კრისაროჟა, ხო, მაგარი ჩემის. საზიზღარი არის, მაგრამ საზიზღარი არის. რასიზმ ის რეალობაა, რა რეალობაცაა, შეიძლება იყოს ბევრად უარესი. არსენ ჩაპაევ, აი კაიროში შეგხვდები მე შენ და იქ ვილაპარაკოთ მე. ყოველ მეორე პოსტზე რომ ვიწერ სალამ ალეიქუს, სალამ ალეიქუს. ერმილერ ისიგეშიგე რატომ არ დაბრუნდებიო? არაფრის არ მეშინია მე და არც მაქანი არ მეშინო და არაფრის ჩემო არსებ. საქმე იმაში არის, რომ არ მიმაჩნია სწორად ახლა ყველა უბრალოდ შევიქნა პრობლემები, მით უმეტეს ის პრობლემები, რა პრობლემებიც მქონდა ძალიან კარგად ამას გამოცდილი საზოგადოებაც, სახელმწიფოც და ყველაფერიც ვინ როგორ მოიქცევა. ახლა მე უყურებ ნაცი და კოცი ერთმანეთს ორი ვირთხა როგორ შეჭამს და ორი ვირთხის ნაბრძოლზე მე ერთი ვირთხა რო დარჩება, მე ჩამოვალ აი ჩემი პასუხი თუ გაინტერესებს. იმიტომ გონებრივად უყურებ ამ ყველაფერს. პროვოკატორია არსენა. ლენინელია რო კითხო და დოლარის ნიშანი აქვს დახატული. სხვა შორის არსენ მისმინე ბრატ ახლა შენ ხო არ უდგიხარ ამ მიტინგებს სათავეში რო ყვირიან ცეცხლი ოლიგარქიას არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ეს სუფთა ბოლშევიკური იდეები არაა? სუფთა ბოლშევიკური იდეები არაა? ოლიგარქებს წავართვათ, გავაკულაკოთ, გავპარსოთ და სამართალი დავაყენოთ ქვეყანაში? ეს ბოლშევიკური იდეები მე იქ მეგულები შენ აქ რომ მიწერ კომენტარებს.
ხო, ახლა ეს ხშირად ხდება